საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვაგრძელებთ მუშაობას პირდაპირ ეთერში, მამუკა ღლონთან ერთად ბრუნდები ეთერში, მამუკა საღამოშვიდობის. საღამოშვიდობის. მე მინდა რომ დავიწყოთ თავიდან. დღეს ამერიკის ელჩმაც კი თავის განცხადებაში თქვა, რომ ის ბოლომდე ვერ გაერკვა რა ხდება სინამდვილეში, ანუ რა კონფლიქტთან გვაქვს საქმე. მოდით დავიწყოთ თავიდან, ანუ რამ წარმოშვა კონფლიქტი თქვენსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის ამ შემთხვევაში. ეროსი კიწმარიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ურთიერთობა დაიძაბა თქვენი და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ და დაიწყეთ მისთვის უკვე მასთან უკვე წერილობითი ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს თქვა ისიც, რომ თქვენ ბიძინა ივანიშვილთან უარი განაცხადეთ ფინანსურ დახმარებაზე და თქვით, რომ თანხები არ გჭირდება. აბსურდია. აბსურდია. რითი დაიწყო კონფლიქტი მაშინ? თქვენი ვერსიით. პირველ რიგში მე ერთი რაღაც მინდა ვთქვა, რომ სამი დღით ადრე სანამ ჩვენი კონფლიქტი დაიწყებოდა, მე მას სიტყვა მივეცი, რომ არ ვიცი ის ახლა კიდევ მოიტყუება თუ შეიძლება დაადასტუროს კიდევაც, რომ თუ ის შეასრულებდა თავის ვალდებულებებს, მისი კონტრაქტი დამთავრდებოდა 2012 წლის ნოემბერში. ამას ესწრებოდა ეკაკობიაც, რომლის ნდობაც აქვს ეროს კიწმარიშვილს დღეს თქვა, რომ ეკაკობია პატიოსანი ადამიანიაო. მე მას ამის გარანტი მივეცი. რატო დაგჭირდა საერთოდ ამ თემაზე საუბარი? იმიტომ რომ ჩვენ გაგვიჩნდა ფინანსური კრიზისი. ყველაფერს თავი დავანებოთ, დაუშვათ მე ვიტყუები, დაუშვათ. საჯარო რეესტრში არსებობს საბუთი. სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა ჩააბარა ოფისი პავლოვის ქუჩაზე, რომელიც 6 თვის განმავლობაში რემონტდებოდა მაესტროს იქ გადასასვლელად. და ჩვენ რომ ამბობდით, რომ გვექნება დიდი სტუდია და ასე შემდეგ, ეს ოფისი ჩააბარა. თუ ეროსი კიწმარიშვილი დაასაბუთებს, რატომ ჩააბარა ეს ოფისი, რაიმე მიზეზი იტყვის, გარდა იმისა, რომ მას სურვილი აღარ ქონდა მაესტროს დაფინანსების და ის ეძებდა შარს, რომ მოქცეულიყო ისე როგორც მოიქცა, მე ხმას არ ამოვიღე. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ მან ხელოვნურად დაძაბა სიტუაცია? გარდა ამისა, ასევე ბევრი ადამიანი ესწრებოდა იმ თათმირს, სადაც მან თქვა, ნახევარი სტაფი უნდა გაუშვათ. ნახევარი ვინც დარჩება, ხელფასები უნდა დაუკლოთ. უარი უნდა ვთქვათ სატელიტზე. სატელიტზე ჩვენ უკვე გავფრთხილება ქონდა მოსული, რომ ერთ კვირაში სატელიტური მაუწყებლობა ითიშებოდა. ყველივე ამან წარმოშვა ეს კონფლიქტი, იმიტომ რომ ჩვენ ხედავდით, რომ მაესტრო ნაცვლად აყვავებისა დეგრადირების გზაზე დგებოდა. ის თათბირი, რომელიც ჩატარებასაც ისაპირებდა, მე ეჭვი მაქვს, რომ იქ ამის გაჟღერებას აპირებდა და ერთგვარი პანიკის დათესვას მაესტროს თანამშრომლებში. როდესაც მე მას პირობა მივეცი, რომ შენ უნერვიულობ, შენ თუ რაიმე ეჭვები გაქვს, მე შენ გარანტიას გაძლევ, რომ შენი ვალდებულება შეასრულე. ის რაც გაქვს და შენ ხელს არავინ არ გახლებს. არანაირი შენი საწინააღმდეგო აზრები ჩვენ არ გვაქვს და შენ დარწმუნებული ხარ ჩვენ პატიოსნებაში, იმიტომ რომ მე რამდენი შენთვის სიტყვა მithქვამს და საერთოდ რამდენი სიტყვა მithქვამს, მე შემისრულებია. მან ეს ყურად არ იყო. მე ყველაფერს წარმოვიდგენდი, ყველაფერს, რომ ეროს სასამართლოში წავიდო და მიჩივლებ და ყველაფერს წარმოვიდგენდი. მე იმ დღეს ასურათიც ვნახე დილით. მე ისიც არ მჯეროდა, რომ ის ღობიდან გადახდა. მართლა გეუბნებით. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან პატიოსანმა ადამიანებმა მითხრეს ეს, მე შემდეგ ვიდეო ჩანაწერი რომ ვნახე. გულწრფელად გეუბნებით, მე ყველაფერს დავიჯერებდი ამის გარდა, როგორც მან განავითარა სიტუაცია. ანუ ჩვენი კონფლიქტის საწყისი იყო ის, რომ ეროსის აღარ სურდა მაესტროს დაფინანსება, მაესტროს წინსვლა. საზოგადოებაში არის ასეთი აზრიც, რომ ეროსი კიწმარიშვილი უბრალოდ ითხოვდა რაღაც თანხას იმისთვის, რომ გასულიყო მაესტროდან და თავი დაენებებინა ტელეარხისთვის. ის თვითონ საუბრობს იმაზე, რომ 4 მილიარდ ნახევარი 4 მილიონ ნახევარი დახარჯა ტელეკომპანიაში. ნაწილობრივ საუბრობს თანხების წარმომავლობაზეც, მან ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი დაასახელა მაგალითად როგორც ერთ-ერთი წყარო თანხების. რა თანხებზე საუბრობს კიწმარიშვილი? მოდით ავიღოთ ეს 4 მილიონ ნახევარი. ბატონო ეროსი ჩვენ ოფისში შემოიჭრა და ჩვენ ოფისში მყოფ რაღაც დოკუმენტებს ემუქრება საფრთხე რომ გაქრეს. და კიდევ ბევრ რაღაცას იქ, მაგრამ მისი მართველი კომპანია, რომელსაც საკუთარი ოფისი ჰქონდა. წესით, სადაც არავინ არ შეჭრილა. უნდა ქონდეს ყველა დოკუმენტაცია.
ამ 4 მილიონი ნახევარის, ხო? მოდით ბატონო ეროს დაანებეთ ლაპარაკს თავი და გვაჩვენეთ დოკუმენტაცია. გახსენით ყველა თანხის წარმომავლობა. ან კარგით თქვა კონფიდენციალურად შეინახეთ, მაგრამ გვაჩვენეთ დოკუმენტები, რომ თქვენ შემოგივიდათ 4 მილიონი ნახევარი, იმიტომ რატო უნავენდო სიტყვაზე. იქნებ 100 მილიონი შემოვიდა და 4 მილიონს ამბობს მარტო და დანარჩენი სახლში წაიღო. გარდა ამისა, ხო, და გახსნას ეს დოკუმენტაცია და გვაჩვენოს, მით უმეტეს რომ საჯაროობა არასდროს არ აზიანებს და ეხლა რა მდგომარეობაში ეროსი კიცმარიშვილია, მით უმეტეს. მე მინდა საზოგადოებას ვკითხო, რატომ გჯერათ, ვისაც ჯერა ამ ადამიანის, რომელიც ამბობს, რომ 4 მილიონი ნახევარი მოვიტანე ისე, რომ თქვენ არ უყურებთ საბუთებს. ვინ ინფორმაცია გაქვთ ამ თანხების შესახებ? მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. მე ბატონი კახაბეკაური რო წავიდა, მას შემდეგ ვარ კონფლიქტში მართლ კომპანიასთან პირადად მე და მე მაშინ მომხრე ვიყავი, რომ ეროსი კახაბეკაური დარჩენილიყო და ეროსი კიცმარიშვილი გაგვეშვა. ჩემ მეგობრებს არ ეწყინება თუ მე ამ საიდუმლოს ახლა გავამხელ. და სწორედ იმის გამო, რომ მე წავაგე მაშინ კენჭის ხრა და მაესტროს და ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მაესტრო ძალიან დიდი საშუალების წინ იდგა მაშინ ასევე უფინანსებად დარჩენისა. მე მაშინ წავაგე ეს კენჭის ხრა კახასთან ერთად და მე და კახაბეკაურმა მაშინ დავტოვეთ მაესტრო. ნუ ეს ეხლა ხდება ცნობილი საზოგადოებისთვის. ანუ შესაბამისად მე ვიყავი კონფლიქტში. მე ვიცი ჩემი მეგობარის ილია კიკაბიძის საუბრიდან, რომელიც მართავდა მაესტროს, რომ ეს თანხარი ჰაერიდან მოტანილი. გარდა ამისა, საზოგადოებაში არის ესეთი აზრი და ამას ეროსი კიცმარიშვილი ავნითარებს, რომ ეროსი ამბობს, მე ვაფინანსებდი მაესტროს. ჩემო ძვირფას და იმ წუთში ამბობს, რომ მე ფულს მაძლევდა ინა გუდავაძე, მე ფულს მაძლევდა ვიღაცა მე ფულს. ანუ საზოგადოება მინდა იცოდეს, რომ ეროსი კიცმარიშვილი კი არ აფინანსებდა მაესტროს, აფინანსებდა ინა გუდავაძე, აფინანსებდა მაკა ასათიანი. უბრალოდ ეროსის მაშინ თქვენ თქვით, რომ ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებოდა მაესტრო, თუ დაუშვათ მართლ კომპანიასთან გაწყდებოდა ურთიერთობა. ანუ ეს ნიშნავს, თუ ავტომატურად იმას, რომ არა არის ყოველწლებელი და რატომ გეტყვით. ტელევიზია ისეთი ორგანიზმია, რომ იმას ყოველწამიერად ჭირდება თანხა. და მართლ კომპანიასთან სასამართლო პროცესების დაწყება გაგვეცელებოდა ჩვენ რამოდენიმე თვე და ამ პერიოდში ჩვენ არ გვექნებოდა უფლება მაესტროს ანგარიშის შემოგვეტანა ფული. ელემენტარულად, იმიტომ რომ ჩვენ მომხრევად ყოველთვის სამართლებრივად მოვაგვაროთ პრობლემები. ამიტომ გაუჩნდებოდა მაესტროს ესეთი პრობლემა. და შესაბამისად, როდესაც ეროსი კიცმარიშვილი ამბობს, მე ვაფინანსებდი მაესტროს, ის იტყუება, იმიტომ რომ მაესტროს აფინანსებდნენ ის ადამიანები, ვინც აფინანსებდნენ. ეროსი კიცმარიშვილი აკეთებდა ამის ორგანიზაციას ძალიან კარგად, მაგრამ ეროსი კიცმარიშვილი ამაში იღებდა ანაზღაურებას. მას გარკვეული პროცენტი ეკუთვნოდა მოტანილი თანხიდან. მას აქვს საკმაოდ დიდი ფული ნაშოვნი ამაში. მე მაესტროს მესაკუთრე და ყველა მაესტროს მესაკუთრე, ვინც ძველები ვართ, ცხოვრობთ ძალიან მწირ ხელფასზე. ჩემზე მეტი ხელფასი აქვს რამოდენიმე ჟურნალისტს ტელეკომპანია მაესტროში. მე ამის პრობლემა არ მაქვს. ეროსი კიცმარიშვილი იმიტომ რომ აკეთებდა ამის ორგანიზაციას, აკეთებდა ასტრონომიულად უფრო მეტ თანხას, ვიდრე მე მაესტროს მესაკუთრე. გარდა ამისა, სრული სერიოზულობით ვამბობ, მინიმუმ მაგ ასათიანიდან მინიმუმ სხვა ინფორმაციაც მაქვს. მე ვიცი როგორც მინიმუმ 60,000, რომელიც გაქრა, რომელიც მაესტროსთვის იყო განკუთვნილი და გაქრა. ანუ მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თუ ეროსი კიცმარიშვილს მიცემდნენ დაუშვათ $100,000, იმიტომ რომ მაესტროში მოეტანა, იქიდან მას მოქონდა ნაწილი. კახაბეკაურმა იცის 500,000-დან 200,000, რომელიც გაქრა ეროსი კიცმარიშვილის ჯიბეში და 300,000 მოვიდა მაესტროს ბიუჯეტში. ანუ მე დამინდა ვთქვა, რომ ეხლა მე ვარკვევ, რომ იმიტომ რომ ეროსი კიცმარიშვილი მართავდა მაესტროს, ეროსი კიცმარიშვილი შეიძლება უფრო მეტ ფულსაც შეუძლობდა, ვიდრე მაესტროს ბიუჯეტში შედიოდა.
და გარდა ამისა, იქ იკარგებოდა რაღაც თანხები. ქველმოქმედი მაესტრო ეროსი კიცმარიშვილი არავის უნახავს. ეს ქველმოქმედება არა, ჩვენ თანამშრომლებს ეუბნებოდა, მე თქვენ ფულს გაძლევთ. როგორ გეკადრებათ ეროსი კიცმარიშვილს გამარჯობა უთხრეს და ხელი ჩამოართვეს. მხოლოდ მას შემდეგ გაკოტრებულ ეროსი კიცმარიშვილს პოლიტიკურად, რომელსაც ვერავინ ვერ იტანდა საქართველოში, რაც ის მაესტროს მმართველობაში მოვიდა. მან განუზომლად მეტი დივიდენდი მიიღო მაესტროს მმართველობით, ვიდრე მაესტრომ მისი მმართველობით. რაც შეეხება ფორმატს, რაც შეეხება მაესტროს იმ პროფესიონალიზმს, რაც იყო, ეს არის პირველ რიგში კახა ბექაურის დამსახურება, რომლის ფორმატზეც დარჩა მაესტრო. და იმ ჟურნალისტების დამსახურება, რომლებიც აკეთებენ. ეროსი კიცმარიშვილს ბადეში ერთი მწკრივიც არ ჩაუწერია. მომკა წეგან ახსენეთ და გავიმეორებ ის თიასიჭინაოს კონკრეტულად ეუბნებოდა იმ არეულობის დროს, რომ ჩემი დაქირავებული ხარო. თქვათ მე ვიცი ეს როგორ ხდებოდა, მაგრამ მოდით მსმენელს და მაყურებელს განვუმარტოთ სინამდვილეში ვინ ქირაობდა დაუშვათ მე სხვა წამყვანებს ჟურნალისტებს იმ ადამიანებს ვინც მუშაობდნენ მაესტროში. იყო ეს ის მმართველი კომპანია, რომლის დამფუძნებელიც არის ეროსი კიცმარიშვილი, თუ დირექტორი მაესტროსი და ყველა თანამშრომელი, რომელიც დაქირავებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ, ამას აკეთებდა ერთ შემთხვევაში კახა ბექაური მაესტროს გენერალური დირექტორი და მეორე შემთხვევაში ილია კიკაბიძე, რომელიც ეხლაც რჩება მაესტროს გენერალურ დირექტორად. მაესტროს მართავდა, მაესტროს წარმატება დამოკიდებული იყო მაესტროს გენერალურ დირექტორებზე. ამ ორმა ადამიანმა შესანიშნავად გაართვა პირველ საფეხურზე კახა ბექაურმა, რომელმაც ჩამოაყალიბა ეს სტრუქტურა, რაც ჩამოაყალიბა მეორე ეტაპზე ილია კიკაბიძემ, რომელმაც მესამე ადგილზე აწია პატარა საკაბელო ტელევიზია რეიტინგში. და რა თქმა უნდა, ამას აღარ გავიმეორებ იმ პროფესიონალურმა კოლექტივმა, რომლებიც მოიწვიეს, ასე ვთქვათ, აქ. სახსრების მოზიდვა, ფულების განკარგვა, ეს თლიანად არის უკვე მართვის კომპანია. არსებობს ეგრე დირექტორი პაატა პაჭკორი, რომელსაც წესით უნდა ქონდეს მთელი დოკუმენტაცია 4 მილიონ ნახევრის. და ლაპარაკს დაანებონ თავი და გვაჩვენონ. შავ ბუღალტერიაზე საუბრობდა ეროსი. ხო, ვითომ მე ვანადგურებდი. საშალეთ ინფორმაციები. საიდან უნდა წამეშალა ეს ინფორმაცია? როგორ შავ ბუღალტერია რას ქვია? მმართველი კომპანია აღიარებს, რომ მას შავად შემოქონდა ფული მაესტროში. თუ მას შავად შემოქონდა ფული მაესტროში, მაშინ მე პირადად კიდევ ერთ სარჩელს აუზრავ მაესტრო კიდევ ერთ სარჩელს აუზრავს პროკურატურაში. როგორ შეიძლება მე ქონოდა მისასვლელი ამ შავ ბუღალტერიამდე. შავ ბუღალტერიის მთელი დოკუმენტაცია წესით პაატა პაჭკორიას უნდა ედოს საკუთარ ოფისში რუსთავი 2-ის მართვის კომპანია თუ რაც ქვიათ. მით უმეტეს მე როგორ შემიძლია გავანადგურო პაატა პაჭკორიას დირექტორის დოკუმენტები. მომკა ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობთ აი მთელი გადაცემის მანძილზე, ეს არის ლოკალური საკითხები. ასეთი დავები არსებობს ალბათ ბევრ ორგანიზაციაში და ასეთი კონფლიქტები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი იქცა სერიოზულ სკანდალად, რომელიც ჩაეწერა საერთო პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დაემთხვა ივანიშვილის მოსვლას დაუშვათ ჩვენს ტელეკომპანიაში და გადავიდა სრულად უკვე სხვა რეგისტრში. აი ამას როგორ ხსნით? ანუ ალბათ სწორედ ეს აინტერესებს იგივე ჯონ ბასს ამერიკის ელჩს, ალბათ ეს აინტერესებს დიპკორპუსის სხვა წარმომადგენლებსაც, ანუ ისინი ვერ გაერკვნენ არის ეს ლოკალური რაღაცა შიდა საწარმოო დავა თუ რა ხდება? პირადად მე ბატონი ჯონ ბასის ადგილზე ძალიან მარტივად მივხვდებოდი იმას, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით აქ რამოდენიმე ოთახში. ადამიანები, ვინც არის მესაკუთრე მაესტროსი და ყველა ჟურნალისტი უკლებლივ 100% სტაფის იმყოფება რამოდენიმე ოთახში გამოძევებული საკუთარი ოფისიდან, ტელევიზიიდან და იქ იმყოფება ეროსი კიცმარიშვილი, უკანონოდ შეჭრილი ეროსი კიცმარიშვილი, რამოდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად, რომლის ვინაობა არავინ იცის და რომლებიც სახეს მალავდნენ. მოდით ჯონ ბასმა თავის თავს დაუსვას კითხვა. მე ამას ირონიით არ ვამბობ. რატომ მოხდა ისე, რომ სახელმწიფომ დაიცვა ადამიანი, რომელიც ღობიდან გადაძვრა, რომელსაც იქ ყოფნის უფლება საერთოდ არ ქონდა. მე მეცაც გეტყვით. ეროსი კიცმარიშვილი ამბობს, რომ მე მქონდა უფლება მაესტროს შესვლის. კი ბატონო, მქონდა უფლება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის აიღებდა საშს. ეროსი კიცმარიშვილი არ არის
ისეთი VIP პერსონა, რომელსაც საშვი არ ჭირდება, ისევე როგორც არც ერთი დამფუძნებელი, რომელსაც ასევე ჭირდებოდა საშვი. აი ეს კითხვა დავსვათ მარტო. რა გააკეთა სახელმწიფომ იმისათვის, რომ ამდენი ჟურნალისტი ახლა არ იყოს ესეთ პირობებში და იქ არ ფარფაშობდეს ეროსი კიწმარიშვილი ნიღბებიან ფაქტიურად ადამიანებთან ერთად. რატომ დაუშვა სახელმწიფომ ეს? რატომ დაუშვა სახელმწიფომ ის, რომ ერთ-ერთი წამყვანი მედია საშუალება დღეს არის დაჩაგრულ მდგომარეობაში? სად იყურება სახელმწიფო? რატო არ იცავს სახელმწიფოს კაი მესაკუთრეს უფლებას დავანებოთ თავი? ჟურნალისტს სახელმწიფოს შეეძლო გაეკეთებინა ისე, რომ ან პატრულს, ან ვინმეს სახალხო დამცველს თუნდაც მოსულიყო და ეთქვა მესაკუთრეს გამოვიდეს, ჩვენ ვართ გარანტი იქ, რომ არაფერი შეიცვლება და თქვათ მამუკა გლონტის და ეროსიც კიზმარიშვილის. სახალხო დამცველს გუშინ ის აგერ ლაპარაკობ. მე არ ვიცი, ეს მართლა ესე თქვა, რომ ამ საქმეში მე არ ჩავერეო? ალბათ სახალხო დამცველი აღარ არის ის ადამიანებს აღარ იცავს და ცხოველებს იცავს მაშინ. კანონი მას არ ავალდებულებს, რომ მსგავსი სახის დავაში თქვათ რაიმე მონაწილეობა მიიღოს. ბრავო, მაშინ ამ სახალხო დამცველს ძალიან მაგარი სახალხო დამცველი ყოფილა. როგორც ის პატრული, როგორც იქცეოდა, მე აბსოლუტურად დაუცველის შტაბ-ეტილება კი არა, გზნობა მქონდა და სულად ლეგიტიმურად. იმიტომ რომ მაესტროს გენერალური დირექტორი იძახებს გამოიძახა პატრული, მოვიდა პატრული და მაესტროს გენერალური დირექტორი ვინც გამოიძახა მიშველეო, უთხრა არ შეუშვა ოფისში. თავი დავანებოთ მაგას ვიდეო არსებობს, სადაც მაკაცინცაძეს არ უშვებენ. სადაც არ უშვებენ მაესტროს მესაკუთრე მე როგორ მომიწია იქ შესვლა. და მე როგორ შევედი იქ. არსებობს კადრები, სადაც ეროსი კიწმარიშვილი პატრულს უბძანებს და მე ამას იქვე ვაფიქსირებ, რომ გადაკეთეთ შემოსასვლელი და რას აკეთებს პატრული? ტელევიზიის ეზოდან ყრის კამერიან ხალხს. აი ეს კადრები ნახოს ბატონმა ჯონ ბასმა, მე მასთან შეხვედრასაც ვეცდები, რა თქმა უნდა. და ამაზე მეტი ინფორმაცია თუ უნდა, კი ბატონო მივაწვი, მაგრამ იმაზე მეტი ინფორმაცია რა ჭირდება, როდესაც შეჭრილი იქ მამის კადრებიც არის, როგორ შევიდა ეროსი კიწმარიშვილი. ბრძანებას იძლევა და ეროსი კიწმარიშვილის ვითომ სახელმწიფოს ნომერი პირველი მტრის, როგორც მას აქამდე ეძახოდნენ, იძლევა ესეთ ბრძანებებს. თუ ეს სახელმწიფოს დავალება არ არის, ეს შეიძლება ესეც იყოს, ახლა მე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება მქონდეს. მე ჩემს ტვინს ვერ ვუხსნი, ჩემს ორგანიზმს ვერ ვუხსნი, რატო იქცეოდნენ მაშინ ესე? და ბევრისგან განსხვავებით, მე მგონია, რომ ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ამ შემთხვევაში ადამიანი ეროსი კიწმარიშვილი. მე მის თანხმლებ ბიჭებსაც უთხარი. ბიჭებო, შეხედეთ რა ხდება. აქეთ ხარეს ვართ თავისუფალი ჟურნალისტები და თქვენ თავს დაუსვით კითხვა, რატომ ასრულებს პატრული ეროსი კიწმარიშვილის დავალებას? ნუ თუ ვერ ხვდებით, ვის აწყობს მაესტროს სიტუაციის დაძაბვა. უბრალოდ თქვენ თავს ერთი კითხვა დაუსვით. ვანო მერაბიშვილის ბიჭები რატო ასრულებენ იმის დავალებას? მე აქვე პატრულის თანამშრომლებს ბოდიშს ვხვდი, მათ ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ მოვა დრო მე ყველა იმ პატრულის თანამშრომლებს სახეს გამოვფენ ისევ ეკრანზე და ისევ დავსვამ კითხვას, რომ ესენი შემთხვევით ისევ ხوار მუშაობენ პატრულში ახალი ხელისუფლება რომ მოვა. იმიტომ რომ ესეთი ადამიანები არ უნდა მიაკაროს საერთოდ ფორმას. გუშინ ტელეკომპანია კავკასია მოიპოვა კადრები, გადაიღეს უბრალოდ ალეკოლის საშუალო მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მაესტროს შენობასთან დაფიქსირდა მანქანა, სადაც იჯდა ანალიტიკურ დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი. ეს რამეს ნიშნავს თქვენი აზრით? იქნებ უბრალოდ ხელოვნებით ვერ ვიტყვი, შეიძლება ცნობის მოყარეობა, შეიძლება უშუალოდ იმ ადამიანისგან უნდათ ინფორმაციის მოსმენა, ვისაც ენდობიან ხელისუფალნი, ეს ამასაც უშვებ მე, იმიტომ რომ ეროსი კიწმარიშვილს არ ენდობიან ბოლომდე, შეიძლება უბრალოდ გაიარა. ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში დასაშვები.
არა კონკრეტულად ამ პიროვნებაზე მე ხელისუფლებას რო გულისხმობ, იქ შედაუტი არ სულსაც გულისხმობ, არა. კონკრეტულად ერთ ადამიანს ვერ დავადებ ხელს, იმიტომ რომ შეიძლება გაიარა გაჩერდა და უყურებდა ეგ უამრავი სხვა ადამიანიც. შენობის დატოვების აუცილებლობას რაც შეეხება, რატომ გაგიჩნდათ, გაჩნდა თქვენში გზნობა, რომ შეიძლება იყოს საშიშროება პროვოკაციის სიტუაცია. რაიმე დაძაბულობა ეროსი, როდესაც აიღო, სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ჩანაწერი აგრეთვე, რომელიც მე არ გამეკეთებია და არც ვიცოდი თუ კეთდებოდა, მართალი გითხრათ, ჩვენი მოლაპარაკებების აუდიო ჩანაწერიც არსებობს. სადაც მე მივდივარ დაახლოებით 4 თუ 5 დათმობაზე. და ყველაზე მთავარ დათმობაზე მივდივარ. მე ვთავაზობ ეროსის, რომ მე ვარ სიტყვი იმაზე, რომ შენ გაგიუქმე ხელშეკრულება და დავსვათ მოლაპარაკების მაგიდაზე მეც გავალ შენს გადი. მე ბოლოს მივხვდი, რომ მისი მთავარი ამოცანა იყო რომ ჩაიშალა ეს მოლაპარაკებები, იმიტომ რომ მე დავთვლე 4 პუნქტი, 5 პუნქტი. რატომ დაიწყო მან მოლაპარაკება, თქვა, არასამთავრობოების დასანახად თუ მე უთხარი კიდევაც იმ ქალბატონებს, რომ ამას ახლა გაკავს დრო, ეს რაღაცისთვის ემზადება მეთქი. მე ისა და რო დავიწყეთ, ხო, მე რა თქმა აი ჩანაწერი რო ჩავიდა და იქ მოახსენა ბატონ ოქრუაშვილს, რომელიც ჩემი აზრით ამ გარიგების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ხელისუფლებასთან, ან თუ ხელისუფლებასთან არა, ის არის ორგანიზატორი ამის, ეროსი კიძმარაშვილს ამის გამბედაობა არ ეყოფოდა. ეს არის ოქრუაშვილი. და მე მინდა ოქრუაშვილმა იცოდეს თუ ამ გადაცემას ნახავს, რომ მაგას ეროსი კიძმარაშვილს ეთქოდა, რომ 3 დღით ადრე მე კიძმარაშვილს გარანტია მივეცი, რომ ეს კონტრაქტი არ დაერღვეოდა და ამის მოწმეები არსებობს. და თუ მის ბინძურ ტვინში ეს აღმოცენდა ისევე როგორც თავის დროზე აღმოჩნდა ეს ქალებს რო დაძდებდა ლოგინში მწოლი არა ქალებს, ეს გეგმა აღმოცენდა, რომ იცოდეს, რომ მის პარტნიორს და მის ქვეშემდომ ეროს კიძმარაშვილს ქონდა გარანტია იმისი, რომ ერთი წელი არ დამთავრდებოდა ეს კონტრაქტი. რას ვლაპარაკობთ ამას მოლაპარაკების ხო, და ბოლოს რა მოვიდა, თითქოს ისიც იხევდა რაღაცეებზე უკან და ბოლოს რა მოვიდა, ამას მოწმეყავს ის 5 ქალბატონი, ვინც აწარმოებდა ჩვენ შორის მოლაპარაკებებს, ისინი დამიდასტურებენ ამას. თქვა, ან ყველაფერი, ან არაფერი. ანუ მე არაფერზე არ ვიხევ უკანო. აი ეს ყველაფერი რა იყო? ანუ მათ თქვა, მე ვარ ისევ მეგობრივად რა უნდა მას? მე ვარ ისევ მართული კომპანია ისევ კონტრაქტი არსებობს, ბაჩუკი კაბიძე მოხსნილია, ჩემი კაცი არის დირექტორი, შენ ხარ მოხსნილი, მე მითხრა და ამით კიდევ უფრო გამწვავ სიტუაცია და შენ დგები. მისაკუთრე როგორ ვარა პროდიუსერობიდან. შენ დგები ახლა და გადიხარ იმიდან, რა ქვია, ტერიტორიიდან. თუმცა დაამატო რომ მეც გავალ, მაგრამ ჩემი დაცვა დარჩება, ხა რა მნიშვნელობა აქ მაგის დაცვა იქნებოდა და ახალი დირექტორი თუ თვითონ იქნებოდა, ხა რომელი დიდი მეომარი თვითონ ყავს, რომ მის გასვლას რაღაც შედეგი მოეტანა ჩვენთვის. მე დავიწყე ფიქრი, რომ თუმცა მანამდეც მქონდა ესეჭვი, რომ რატომ მოჭრა ამან ეს, ესე იგი მას უნდა რომ მე აქ დავრჩე, ხო? მან იცის რომ მე არ გავალ, იმიტომ რომ მე რამდენი დათმობა გავყევ, ეს არაფერს არ მithმობს, მე რასაც ვაპროტესტებ ის მიდასტურებს რომ მე ამას არ ვცვლი. ამ დროს მოლაპარაკება რა, რაღაც მე დავთო, რაღაც მან დათმოს. და მივხვდი რომ მას არ უნდა რომ მე გავიდე და ეროსი კიძმარაშვილი რომელსაც ან თუ გავალ ამ პირობებით გავიდე და ეროსი კიძმარაშვილი რომელსაც ერთი შეხედვით ვითომ ამ კონფლიქტის დამთავრება სურს, ამ დროს მივხვდი და ეს ქალბატონებიც მიხვდნენ, ნებისმიერ ქალბატონი დაადასტურებს რომ ამ ეს პირობები წარმოუდგინა, რომ მასთან იყო ძალიან აჟიტირებული, რომ მას არ უნდა რომ მე გავიდე, ესე იგი მას თუ არ უნდა გავიდე, ესე იგი ამ ღამე ის ამზადებს შემოჭრას და სცენარი დაახლოებით ესეთი იყო. შემოიჭრა შენობაში მე მომაკენე შეურაცხყოფა, რასაც ვერ მოითენდნენ იქ ყოფით და ქვემოთ ყოფით ჩემი ჟურნალისტები და 2 სართულზე წავიდოდა დიდი ბრძოლა. მან დაამატა 10-მდე დაახლოებით, არ ვიცი, შეიძლება 5, შეიძლება 8, შეიძლება 10, მაგრამ ნუ მინიმუმ 10 ახალი ბოევიკი, რომლებიც უკვე იყვნენ ბევრად უფრო ზორბები ვიდრე მანამდე გადმომძვრალები და სახეზე ცოტა მეტი ინტელექტიც ჰქონდა და ეს ახალი ადამიანების დამატება, მისი ადამიანების გაზრდა, წინა დღეს 15 კაპიშონიანი კაცის შემოსვლა, როდესაც პოლიცია არ უშვებს მესაკუთრეს და ჟურნალისტს და ვიღაც 15 კაპიშონიან ადამიანს ნიღბებ აფარებულს უშვებს შიგნით, აბა ყველაფერმა მიმახვედრა მე რომ მოხდება შიგნით ჩხუბი, ორი ვერსია მაქვს. შემოვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვითომ გასაშველებლად დამაპატიმრებენ მე იმათ მხრიდანაც ვიღაცას მე მომაშორებენ პროცესებს და შემდეგ ეროსიკის მარშრუტს იქნება ხელები გახსნილი ეროსიკის მარშრუტი ამ ჩხუბის დროს ტერიტორიაზე არ იქნებოდა მას იქნებოდა ალიბი რომ ის იყოს აქშიან სადღაც ანუ საბოლოოდ არხის გათიშვა იყო თქვენი აზრით მიზანი ან თქვათ სხვა ხელში გადასვლა როგორც მინიმუმ გათიშვა როგორც მაქსიმუმ სხვა ხელში გადასვლა და მეორე ვარიანტი რასაც ეხლაც არ მომერიდება რომ თქვა და მე მინდა საზოგადოება რაღაც პარალელებიც გაავლოს ბევრი საერთო რაღაცები მოხდა საქართველოში რომ რომელიმე სახის მკვლელობა მაგალითად ჩემი და მეორე მხრიდან ვიღაცის რომელიმე ჟურნალისტის მკვლელობა რომელიც ისე დაძაბავდა სიტუაციას რომ ქუჩაში გამოვიდოდა ხალხი რაც ძალიან აწყობს ამ შემთხვევაში ხელისუფლებას თუმცა მეორეს ნაკლებად ეს უბრალოდ ვერსიათ მაქვს მოდი ესე ვთქვა შესაბამისად მე მივიღე გადაწყვეტილება ალბათ ერთადერთი და სწორი რომ ჩვენ ყველას ერთად დაგვეცალა ეს ტერიტორია რომ არ მომხდარიყო ეს და არ გავხდარიყავით იარაღი ხელისუფლების ხელში და მომკა დღეს უკვე ვართ აი ამ სიტუაციაში როგორშიც ვართ თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდი სცენარი განვითარების სიტუაციის ჩვენ თუ არ გვეცოდინება ყველაზე ცუდი სცენარი არ ვიქნებით მზად ნებისმიერი გართულებისთვის ყველაზე ცუდი სცენარი ეს პირადად ჩემთვის ყველაზე ცუდი სცენარი ეს არის მაუწყებლობის შეწყვეტა მე არ ვსაუბრობ კონკრეტული რაღაც პროვოკაციებს და ასე შემდეგ ყადაღის დადებას ითხოვს მაგრამ ეროსიკი ძმარიშვილი ითხოვს რაც უნდა დღეს ეთერშიც უნდა იყოს წესით ახლა საგამოს გავალო და იმედი მაქვს სადღაც აჩვენებს მაგის ახალი ტელევიზია ხო ან შეიძლება ევროპაში აჩვენებს მარტო ყველაზე ცუდი განვითარება სიტუაციის ჩემთვის არის მაესტროს მაუწყებლობის გათიშვა მაგრამ აქ ერთი რამ მამშვიდებს თუ ამას ხელისუფლება ცდილობდა ეროსკი ძმარიშვილის ხელით ის ამას ვეღარ გააკეთებს ვერასდროს ეს უნდა გამორთოს უკვე უშუალოდ ხელისუფლებამ და ეს მაინც მამშვიდებს რომ ვინც არის გამომრთველი და ვისაც უყვარს გამორთვა და დარბევა ტელევიზიების დღეს რო ამბობენ და უკვირთ რომ რატო აკავშირებთ ამას ხელისუფლებასთან იმიტომ ვაკავშირებ ჩემო ხელისუფლებამ რომ თქვენ შეიჭერეთ დუბინკებით ტელეკომპანია იმეჯში შეურაცხყოფა მიაყენეთ ჟურნალისტებს დალეწეთ აპარატურა დახურეთ ტელევიზია და შემდეგ მარადიურებივით ხმარობთ ახლა ამ ტელევიზიას აი ამიტომ არ მიკვირს იგივე გაუკეთეთ ტელეკომპანია იბერიას იგივე გაუკეთეთ ტელეკომპანია ორასორს და იგივე გაგვიკეთეთ ჩვენ როცა ლიცენზიას არ გვაძლევდით და ბევრი კიდე შემთხვევები აი ამიტომ მეპარება ეჭვი ბიოგრაფიაში გაგდეთ თქვენ და გენეტიკაში გაგდეთ ამიტომ მეპარება ეჭვი ასე რომ ეს პლუსი მაინც ექნება მაესტროს დახურვას რომ სააკაშვილი ამით ძალიან დაზიანდება და რაც შეეხება იმ შემთხვევაში თუ კი არ მოხდა ანუ თქვა არხის გათიშვა დახურვა და ასე შემდეგ რას შვებით ჩვენ ანუ როგორ ვითარდება ტელეკომპანია მე პირველად ამოვისუნთქე შვებით მაესტროს არსებობის ისტორიაში ალბათ იმიტომ რომ პირველად ჩვენ ყავს მე თანამესაკუთრე მაკა ასათიანის სახით რომლის იდეები ტელევიზიის განვითარების შესახებ აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენსას მე როდესაც ვამბობ ჩვენსას აქ აუცილებლად გულისხმობ სტაფს თქვენ ჟურნალისტებს პირველ რიგში და ჩვენ მესაკუთრეებს რომლებიც ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ ჩვენ ერთი ორგანიზმი არ ყოთ ჩვენ ვერ მუშაობდით ერთად ელემენტარულად და მაგ ასათიანს აქვს იმდენი შესაძლებლობა რომ თავისუფლად შეინახოს მაესტროს ნაირი ტელევიზია უახლოს მომავალში ჩვენ თუ არ გამოგვრთეს ჩვენ გველოდება ძალიან დიდი ოფისი ძალიან დიდი სტუდიით ძალიან კარგი აპარატურა საკმაოდ ნორმალური ხელფასები ძალიან კარგი სამუშაო პირობები და ყველაფერი ის რაც უნდა კონდეს ცხოვრებაში ისეთ პროფესიონალ ადამიანებს როგორებიც მუშაობენ მაესტროში მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეროსკი ძმარიშვილმა რაღაცნაირად მართლაც მოახერხა თქვათ მაესტროს სახელით გავიდეს ეთერში თუ კი ეს მართლაც პოლიტიკური გეგმა დღეს ძალიან ნათლად თქვა მარეგულირებულმა კომისიამ ძალიან ნათლად რომ ლიცენზია არ არსებობს ვარიანტი პირდაპირ ესე თქვეს რომ ან მაესტრომ შეწყვეტოს მაუწყებლობა ამ ლიცენზიის რაღაც პრობლემების გამო ან ეროსკი ძმარიშვილი გავიდეს ეთერში ლიცენზიის ფლობელი არის შპს სტუდია მაესტრო
ჩვენი პირადი დავა იმათ არ აინტერესებთ. ეროსკიწმაშისაც ვეტყვი. შეკაი ადამიანო, რა განერვიულებს, შეიტანე სასამართლოში, საბუთი. თუ შენ საქართველოში როგორც ამბობ, ვერ იპოვნი სამართალს და ეხლა ვითომ მიშა დაგჭერავს შენი ბრძანებელი ამ შემთხვევაში, ან კონკრეტულად ამ საქმისთვის დამქირავებელი, არის ევროპის სასამართლოები, რომელიც ავტორიტეტში ეჭვია რავის ეპარება, წააგებ აქ, წაბრძანდი და იქ განაგრძე ეს საქმე. და მას ის დაგროვილი თანხა, რაც მაესტროს მეშვეობით იშოვნა და გაისქელა ჯიბე, დარწმუნებული ვარ ეყოფა, მანამ სანამ ეს საქმე ევროპაში მოხდება. ან ეხლავე წავიდეს და ევროპაში ეხლავე გვიჩივლოს. იქ არის უამრავი სასამართლო, სადაც შეიძლება გვიჩივლოს, მაგრამ ეჭვებარება რომ უნდა გაიაროს ჯერ. არა, საარბიტრაჟო რაღაც სასამართლოები არსებობს მე მგონი. მაგრამ ეჭვებარება რომ ევროპელი მოსამართლე, რომელიც ნახავს ალპინისტ ეროსი კიწმარიშვილს, რომელიც გადაძვრა ნიღბიან ადამიანებთან ერთად ტელეკომპანიის შენობაში პარალიზება გაუკეთა მას და ესეთი ადამიანი როგორ უნდა იყო რომ ჟურნალისტებმა გააკეთოს განცხადება რომ გადი ხელს გვიშლი ეროსი შენ გვიშლი ხელს გაიყვანე და გადი გააკეთა სტაფმა და ამის მერე კიდე ამტკიცო რომ ამუკაღლონტი გამაგრებულია და იქ არ უშვებს ჟურნალისტებს და კიდევ ერთი მომენტი მე მინდა ყველა პოლიტიკოს უთხრა მათ შორის ჩემ ჟურნალისტებსაც რომელსაც არ ჭირდება ამის თქმა და ისინი დამიდასტურებენ ამას ხელისუფლება წარმოადგენდა ამას და შემდეგ აიტაცა ეს საზოგადოების რაღაც ნაწილმა რომ კონფლიქტში იყო ორი მხარე ეს იყვნენ მესაკუთრეები ეს იყო ეროსი კიწმარიშვილის მმართველი კომპანია და საწყალი ჟურნალისტები შუაში სინამდვილეში და მესამე იყო საწყალი ჟურნალისტები შუაში ამას ჩემთვის საპატივცემლო ადამიანებიც ამბობდნენ სინამდვილეში კონფლიქტი ჩვენი კოლეგებიც სინამდვილეში და თქვას მაესტროს რომელიმე თანამშრომელმა თუ ეს ასე არ არის. სინამდვილეში იყო მხოლოდ ორი მხარე. ეს იყო მაესტრო. ჩვენ და თქვენ. და ეს იყო ეროსი კიწმარიშვილი თავის მმართველის კომპანიით. ხელისუფლება იმიტომ აკეთებდა ამას, რომ მე როგორც მინიმუმ თუ გაუჭირდებოდა ის ორი მხარე და ეს აჯა, ვითომ იმიტომ რომ აი ეს ჟურნალისტები, რომლებისთვისაც არაერთხელ უტეხიათ ხელჯოხი თავზე და არაერთი რეზინის ტყვია უსვიათ, ვითომ ამ ჟურნალისტებს იცავდნენ. და ხელისუფლება, რომელიც კონფლიქტის პირველივე დღეს ტელევიზიის შენობიდან ყრის ჟურნალისტებს. ამის კადრები ხო არსებობს? აი ესეთი სასაცილო ისტორია თუ სადმე შეიძლება მოხდეს რომელიმე ქვეყანაში და ამას თუ ვერ არკვევს ბატონი ჯონ ბასი, ან მე მეორე ვარიანტს უშვებ კიდე რომ ბატონი ჯონ ბას არ აქვს სახში ტელევიზორი და არ უნახავს ეს. აი მეორე მხოლოდ ამით შემიძლია ახსნა. კიდევ ერთი ტელევიზიის ტექნიკა, მამუკა. ვის ბალანსია ეს ტექნიკა, რადგან ეროსი კიწმარიშვილი ამბობს რომ ეს ტექნიკა ეკუთვნის მას, მისია და გვადანაშაულებს ჩვენ ქურდობაში. თუ ეს ტექნიკა მისია, გვაჩვენოს საბუთები, სადაც წერია რომ შპს რუსთავის მართვის კომპანიას ეკუთვნის ეს კამერა, ეს და ასე შემდეგ. და აქ უკვე გამოირიცხება ის რაც მე ვთქვი ის რომ ამბობს მე შემოვიტანე 4 მილიონი ნახევარ ჯერ საბუთები დადოს და მეორეც ერთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ საზოგადოებისთვის ეროსი კიწმარიშვილს კაპიკი არ შემოუტანია მაესტროში და რამდენი გაიტანა ეს კიდევ საკითხავია მე მინიმუმ 60,000 ვიცი რომელიც გაიტანა მინიმუმ 200,000 იცის 2 წელიწადში მინიმუმ ეს კახა ბექაურმა 2 წელიწადში 260,000 მინიმუმ რაც ვიცით და რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, რამდენიმეჯერ ახსენეთ თქვენც, ანუ არის ვარაუდი, რომ ტელეფონით ეროსი კიწმარიშვილი მოლაპარაკების პროცესში სწორედ მისგან იღებდა კონსულტაციებს, მას რა ინტერესი შეიძლება ქონდეს, როგორ ფიქრობთ? ირაკლი ოქრუაშვილი საერთოდ აი, ანუ ქართული პარტია რა როლში? ქართული პარტია ახლა რომელიც შედგება ალბათ ორი კაცისგან, იმიტომ რომ დღეს თბილისის ორგანიზაციის თუ ვთქვი, რამდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა უკვე დატოვოს ქართული პარტია. მე რამდენადაც ვიცი ირაკლი ოქრუაშვილი რომელიც არის პარტნიორი ეროსი კიწმარიშვილის, რამდენადაც ვიცი, არის მეწილე მმართველი კომპანიის. და ის თulis მის საკუთრებად ამ მმართველ კომპანიას, ან თანამესაკუთრედ თulis საკუთარ თავს. ეროსი კიწმარიშვილი როცა ლაპარაკობს ტელეფონზე იმ ჩანაწერში, თუ ის არ ლაპარაკობს საფრანგეთში ამონაბეჭდი შეუძლია გააკეთოს და გვაჩვენოს ნომერი რა ნომერზე ლაპარაკობს, ხო?
ან მოთხოვოს მაგის ამოღება ძალიან მარტივია, რომ აი ამ ტექსტს, რომელიც უკვე საჯარო გახდა, რა ნომერს ელაპარაკებოდა. ეროსი კიძმარიშვილი პატარა ბავშვით აბარებდა რუსულ ჟარგონს ვიტყვი, აჩოტებს საფრანგეთში მყოფ ირაკლი ოქროაშვილს და ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი ძალიან გულადია პარიზიდან, როცა აქ რაღაცეები ხდება, იმას ბილეთებსაც ყიდულობს ხოლმე, მაგრამ მე აღარ მოდის, იქიდან იძლეოდა ბრძანებებს, ალბათ შტურმით ახლა მარცხენა ფლანგიდან თქვენ შევუტიეთ, მარჯვენიდან ჩვენ შევუტევთ. ირაკლი ოქროაშვილი არის მთავარი გმირი, ეროსიზე უფრო მთავარი გმირი ამ საქმეში. ირაკლი ოქროაშვილი თუ ეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებული იყო, ხელისუფლება ირაკლი ოქროაშვილს დაუჯერებდა, ეროს კიძმარიშვილს არ დაუჯერებდა, ეროს კიძმარიშვილს აღარავინ აღარ უჯერებს დედამიწის ზურგზე. ანუ ინიციატორი ამის იქნებოდა ირაკლი ოქროაშვილი, როგორც არის ჩემი ვარაუდი. აი ეს არის და ეს. ძალიან დიდი მადლობა, მამუკა გლონტი იყო ჩემი სტუმარი, მე დროებით გემშვიდობებით, ეთერი გრძელდება, ჩემი კოლეგები თავის სტუმრებთან ერთად შემოვლენ და იქნებიან თქვენთან მუდმივ